სამართლის კოდექსის 258, ასევე 267, 299 და დაადგინა გიორგიევაშვილის ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 ქართული სემიოტ დანაშაულის ჩადენით და საჯარის საკითხზე განისაზღვროს 7 თვით თავისუფლების საკითხი. მას თორემ ჩამოერთვა საქართველოს სამსახურში დანიშნული თანამდებობის საკავშირება, ასევე გიორგიევაშვილის საჯარის მომსვლელად დაიყოს დანიშნული მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან გიორგიევაშვილის მეკავშირეობა პატრონიზება ელექტრონული დისკების სახით საბოლოოდ სამართლის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერი დაშლის გამოცხადებისთანავე განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთ-თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართალო პალატაში თბილისის საკავშირო სამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი და გამოკლეული მტკიცებულებები და ბრალდებული გიორგი ვაშაძე ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. რაც შეეხება სასჯელს, მას განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით. ისედან საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, რაც შეეხება გამოყენებულ სასჯელს, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით მისდება არ გაუკეთებია სასამართლოსთვის, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი იყო რელევანტური ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით. უკანონო გადაწყვეტილება არ ეფუძნება არც ერთ სამართლებრივ ნორმას, პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად უარყოფს იმას, რასაც ბრალდების მხარე ცდილობდა დაესაბუთებია. მაგრამ ბუნებრივია ჩვენ არ გაგვკვირვებია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ერთგვარი ჩელენჯი აქვს მოსამართლეებს გამოცხადებული, გამოსაცნობია მხოლოდ რომელ ბრალდებულს რამდენ თვეს შეუფარდებენ. ეს არის პირდაპირი დავალება ოცნებისგან და ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს. მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება საზოგადოებას ვეუბნები, ჩემი პატიმრობა მართლა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა უსამართლობას დღეს ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობა, ახალგაზრდა ადამიანების ციხეში, ქალების ციხეში. მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდოს, ყველა ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ძალიან ბევრმა პატრიოტმა ადამიანმა გაიარა იგივე გზა, რასაც ახლა გავდივარ მე, რასაც გადიან ჩემი მეგობრები, ვინც უკვე საპატიმრო დაწესებულებაში არიან, ის სინდისის პატიმრები, ვინც იქ არიან და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენთ.